Სამ საათზე მე პაატა იაკობაშვილი ვარ. გრიპის ვირუსის გავრცელებისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ჯანდაცვის სამინისტროში ამ წუთებში სპეციალური ბრიფინგი იმართება. უწყებას პირდაპირ ეთერში ვrთავთ. მოგესალმებით. მინდა მოსახლეობას გავაცნო ინფორმაცია მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ყოველ სეზონზე გაზაფხულ შემოდგომაზე ხდება გრიპის მაგვარი დაავადებების გამწვავება. ეს სხვადასხვა მიზეზებით სხვადასხვა პერიოდში შეიძლება დაიწყოს. მორიგი ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილი არის. ჩვენ გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ჰქონდა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ეპიდემია, როგორც ასეთი ეპიდემიას თავისი მახასიათებელი აქვს. კერძოდ 500-ზე მეტი დაავადებული 100,000 მოსახლეზე, ეხლა საბედნიეროდ გვაქვს მხოლოდ 254 ბოლო დღეების მდგომარეობით. თუმცა იმის გამო, რომ გაზრდილი არის მნიშვნელოვნად მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში, გუშინდელი მდგომარეობით 550 ზარი დაფიქსირდა გამოძახება, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა. და ამ გამოძახებების უმეტესობა აბსოლუტური იყო სწორედ გრიპის სიმპტომების გამო. ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც ჩვენ მუშაობდით 3 კვირის განმავლობაში ამ წლის იანვარში. კერძოდ დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართება ასეთი ჩივილების მქონე გამოძახებები და ზარები და უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით გაიხსნება ისევე როგორც იანვარ-თებერვლის პერიოდში დამატებითი საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7 რეჟიმში იმუშავებენ და ეს იქნება ქმედითი ზომები იმისათვის, რომ გაზრდილი ავადობის სურათი მნიშვნელოვნად მართოთ და შევამციროთ. ამასთან ერთად მოსახლეობასთან მექნება სათხოვარი, რომ იმ პერიოდში, როდესაც მუშაობს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, მათი ოჯახის ექიმები გრიპის სიმპტომების აღმოცენებისას მიმართონ სწორედ ოჯახის ექიმს და არა სასწრაფო დახმარებას. ეს ოჯახის ექიმის კომპეტენცია არის. რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებს, ბაღებს და სკოლებს, აქ ამოქმედდება უკვე ხვალიდან ასევე სტანდარტული პროტოკოლი, როდესაც ყოველდღიური შეტყობინების საფუძველზე თუ კი 40%-ს აღემატება არ დასწრება ბავშვების, ასეთი დაწესებულება დაიკეტება 3 დღის განმავლობაში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ განიტვირთოს ერთის მხრივ სასწრაფო დახმარების მუშაობა და მან შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება და ასევე შემცირდეს პაციენტთა ნაკადები პირველად ჯანდაცვის ობიექტებში. რამოდენიმე მათგანში უკვე გამოიკვეთა სურათი, რომ პაციენტების დიდი ნაკადი არის სწორედ ამ გრიპის მაგვარი დაავადების სიმპტომებით. ჯამში ეს კომპლექსები, ეს ღონისძიებათა კომპლექსები აუცილებელია, საჭიროა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ დღის საათებში მიმართონ ოჯახის ექიმს და არა სასწრაფოს გრიპის სიმპტომებისას, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა ჩვენმა მოქალაქეებმა თუ არ იქნება რაიმე აუცილებლობა თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისას, რაც შეეხება ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს ეხება ეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხელების სისუფთავეს, რადგანაც ხელების ხშირი ბანა არის მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი გრიპის ვირუსის გადაცემისაკენ. ეს არის კომპლექსი, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ ღონისძიებების და ჩვენ პერიოდულად მოსახლეობას საქმის სკოლაში ჩავაყენებთ. რაც შეეხება სპეციალისტებთან შეხვედრებს, რა თქმა უნდა, ესეთ შეხვედრები მიმდინარეობდა სწორედ 100 სპეციალისტებთან შეხვედრების და კონსულტაციების შედეგად გადავწყვეტეთ ამ პროტოკოლის ამოქმედება. რაც შეეხება რეკომენდაციებს, გარდა იმისა, რომ პრევენციული ზომები, როგორც არის ხელების სისუფთავე და ხალხმრავალ ადგილებში აუცილებლობის გარეშე ყოფნისგან თავის შეკავება, ეს არის, რომ გრიპის სიმპტომების შემთხვევაში რაც შეიძლება ადრე მიმართონ ექიმს. გრიპის სიმპტომები არის მაღალი ცხელება, ძლიერი საერთო სისუსტე და თავის ან სახსრების ტკივილი, ანუ მკაფიოდ გამოხატული სიმპტომები განსხვავებით დაუშვათ ჩვეულებრივი გაცეებისკენ. მთავარია დროული მიმართვა ექიმთან. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ჯანდაცვის სამინისტროდან, სადაც მინისტრმა დავით სერგეენკომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაახმაურა. და ვაგრძელებთ გამოშვებას. ფინანსთა მინისტრი მომავალი წლის ბიუჯეტის დეტალებს დეპუტატებს აცნობს.